გავაგიზიაროთ M-კვადრატის სიახლეები და გეგმები. უფრო კონკრეტულად კი M-კვადრატის ინოვაციურ უბანზე უნდა მოვიყვეთ უფრო მეტი. M-კუბი საბურთალო, სადაც კომერციული ფართის შეძენა 15%-მდე ფასტეკლებით არის შესაძლებელი. კომპანიაში ამბობენ, რომ M-კუბში კომერციული ფართის შეძენა ურისკო გადაწყვეტილება არის. აი, რატომ არის ურისკო და სად შეძლებს დაინტერესებული ადამიანები ფართების შეძენას? კითხვებზე პასუხების მიღებას უკვე M-კვადრატის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან შევეცდებით. მარიტა კიკნაძე არის ჩვენი დღევანდელი სტუმარი. დილამშვიდობისა მარიტა. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მოგზაურობისთვის. მოდი ამ ურისკო გადაწყვეტილებაზე მეტი მოვუყვეთ ახლა ჩვენს მაყურებლებს, რატომ არის ურისკო? კი. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ M-კუბის საბურთალო არის ძალიან გამორჩეული პროექტი მისი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურით და ლანდშაფტის დიზაინით. პროექტის სლოგანით სახლი, რომელსაც მთელი უბანი მოჰყვება, ზუსტად უბნის კონცეფციიდან გამომდინარე შეირჩა. და შესაბამისად ამ უბანში არის ყველაფერი ერთ სივრცეში მოქცეული. გარდა საცხოვრებელი ზონისა მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას. შესაბამისად კორპუსებთან ერთად აქ იქნება წარმოდგენილი სპორტული დარბაზი, ფიტნესი, დახურული საცურაო აუზი, იქნება წარმოდგენილი დიდი ცენტრალური პარკი ველობილიკებით, სპორტული მოედნებით. შესაბამისად საჭიროება აქ იქნება ნებისმიერი ტიპის მომსახურების. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ იმდენი ადამიანი იცხოვრებს ამ პროექტში და პლუს იმუშავებს ამასთან ერთად, რომ ძალიან ურისკო გადაწყვეტილებაა ინვესტიცია როგორც საკუთარი ბიზნესის წარსამართად, ასევე ბუნებრივია საინვესტიციო და შემდგომი გაქირავების მიზნითაც. ძალიან მრავალფეროვანი პროექტია და ნუ როგორც აღვნიშნე, კაფეები, ბარები, რესტორნები, ყველანაირი დანიშნულების ობიექტი იქნება ერთ სივრცეში მოქცეული. აი, კონკრეტულად სად ხდება ეს ყველაფერი საბურთალოზე, ეს უნდა მოვუყვეთ, თორე აფეთქება ჩვენი სოციალური. ამისი ადგილმდებარეობა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ ეს არის თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მარშალ გელოვანის გამზირზე, ვეფხი და მოყმის ძეგლიდან არის 900 მეტრში და 13 ჰექტარ მიწის ნაკვეთი არის განთავსებული. რაც მთავარია უბანში მოხვედრა შესაძლებელია როგორც მარშალ გელოვანის გამზირიდან, ორი შესასვლელი აქვს გელოვანიდან, ასევე ბაქრაძის ქუჩის მხრიდან. შესაბამისად ხელმისაწვდომია ორივე მხრიდან და ბუნებრივია ქალაქის სხვა ესე ვთქვათ უბნებთან წვდომასაც უფრო ამარტივებს მისი ესეთი მდებარეობა. და მოიცავს 6 ფაზას ჯამში და აქვე აღვნიშნავ, რომ აქ არის ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული და ახალი პროექტი M-კვადრატ ჰაილაითი, პირველი ცათამბჯენია M-კვადრატის, რომელიც გამოირჩევა სხვა პროექტებისგან და ისეც ამ პროექტის ნაწილია, ესე ვთქვათ, ამ უბნის ნაწილი არის. ახლა ჩვენს მაყურებელსაც აქვს საშუალება იხილოს ამ პროექტის ვიზუალიზაცია თუ როგორ იქნება საბოლოო ჯამში და თუმცა გრძელვადიანი განვითარების გეგმა გაქვთ საკმაოდ დასახული. შესაბამისად საინტერესო არის ახლა რა ეტაპზე არის მშენებლობის პროცესი. დიახ, დეტალურად მოგიყვებით, როგორც აღვნიშნე 6 ფაზისგან შედგება ეს უბანი. ამ ეტაპზე დასრულებულია უკვე 10 კორპუსის მშენებლობა, ჯამში 14 კორპუსს მოიცავს. 10 კორპუსის მშენებლობა დასრულებულია, ნაწილში შესახლებულია უკვე ჩვენი მობინადრეები და ნაწილი ბუნებრივია მალეში კი პროცესშია. 4 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ჯამში აქ იცხოვრებს 8000-მდე მაცხოვრებელი და შესაბამისად ძალიან განვითარებული უბანი იქნება როგორც საინვესტიციო და ბიზნესის თვალსაზრისით, ასევე საცხოვრებლადაც გამომდინარე მისი მასშტაბურობიდან და მრავალფუნქციურობიდან. ხო, როგორც წესი, ასეთი შექმნილი ინფრასტრუქტურა სულ სხვა გარემოს ქმნის მე. აი, უფრო კომფორტული, ჰარმონიული და კი, საინვესტიციოდ მიმზიდველი იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან აქტიური უბანი გამოდის, მისადგომად მარტივი გამოდის და ესე ვთქვათ, ერთ სივრცეშია ყველაფერი თავმოყრილი, როგორც აღვნიშნე და იდეოლოგიაც ამ M-კუბის ეს იყო, რომ უბრალოდ კომპლექსი არა, არამედ უბანი უნდა ყოფილიყო, რომელიც ყველაფერს მოიცავდა. და ნუ იქ უბანში რო ყველაფერი გაქვს, ბუნებრივია საცობში აღარ იდგები და არ წახვალ საცურაო აუზზე სხვაგან. სკოლაში ბავშვს სხვაგან არ წაიყვან, როცა ბაქსვუდი გაქვს გვერდით და საბავშვო ბაღი გაქვს და ასე შემდეგ. ბრენდებს ასახელებთ უკვე, ანუ ვიღაცებს ნელ-ნელა ვაპარებთ. უკვე კი რაღაცები დაკონტრაქტებულია, როგორც კი, ნუ ბაქსვუდი ფუნქციონირებს უკვე. აქტიურ საოპერაციაში. სექტემბრიდან უკვე ფუნქციონირებს როგორც საბავშვო ბაღი, ასევე სკოლაც.
შესაბამისად, რადგან უბნიდან გამოსვლას აღარ საჭიროებს, ხო, იქ მცხოვრები ადამიანი და ყველაფერი ერთ სივრცეში გაქვს. მოთხოვნაც საკმაოდ მაღალი არის კომერციულ ფართებზე საინვესტიციო აი ამ მიმზიდველობიდან გამომდინარე. ის შეთავაზება, რომელიც ეხლა უკვე დაწყებულია, ხო, 15%-იანი. 20 მარტიდან ხვალიდან უკვე იწყება ეს 15%-იანი ფასდაკლება, როდემდე გაგრძელდება ეს რომ ვუთხოთ ჩვენს მაყურებლებს და მათ შორის ფართების შესახებ, ანუ რა ფართის რაოდენობიდან იწყება და რა რის შესაძლებლობას აძლევს. მოგახსენებთ აუცილებლად. მოკლედ, ხვალიდან 20 მარტიდან ვიწყებთ 15%-ამდე ფასდაკლებას, რომელიც ეხება დასრულებულ კომერციულ ფართებს, ანუ მეორე და მესამე ფაზაში არსებულ კომერციულ ფართებს. ეს კონკრეტული კომერციული ფართები არის 220 კვადრატულიდან 600 კვადრატულ მეტრამდე. არის ყველა მათგანი ვიტრაჟული, ზოგი მათგანი კუთხისაც და ნუ ნათელი შესაბამისად და შესასვლელებიც ისეთი აქვს ძალიან ეფექტური და შავი კარკასის მდგომარეობით ბარდება. აქვე გეტყვით რომ შავი კარკასის მდგომარეობით კომერციულები იმიტომ ბარდება რომ ერთი რო უფრო ბიუჯეტურია ბუნებრივია შავი კარკასით შეძენა ფართის ვიდრე გარემონტებულის და მეორე კიდევ ყველა ბრენდს და კომპანიას სჭირდება თავისი სპეციფიური ნუ რაღაც ბრენდს აქვს თავისი დიზაინი და ამიტომ სხვისი გარემონტებული ფიქრობ რომ რაღაცა ისეთი კომპანიისთვის მაინც თავიდან გასარემონტებელი იქნება ამიტომ შიდა დიზაინი ტიხრები დაგეგმარება სასურველი არის რომ თვითონ მომხმარებელმა და ბიზნესმა კი რა თქმა უნდა ეს ალკე ის წეგან ერთ-ერთი კითხვისას როცა აღწერილობას აკეთებდით მშენებლობისა მთლიანად ანუ კომპლექსის დამჩა ესეთი კითხვა რა გეგმით მიდის მშენებლობა ანუ არის თუ არა ეს ყველაფერი ზუსტად ისე გაწერილი ტემპები და ვადები და ეს ყველაფერი და როდის გეგმობთ ასე ვთქვათ კომპლექსის შეკვრას იმიტომ რომ თან ბრძანეთ რომ M კვადრატის პირველი ცათამბჯენიც მანდ დაიდებს ბინას რაც არ არის ახლა ხვალდაზე დამთავრებადი. კი, ეს ცათამბჯენი და კიდევ ორი კორპუსი, რომელიც არის მშენებარე სრულად ბოლომდე 2027 წელს დამთავრდება. 2027-ის ბოლოს უკვე ყველა კორპუსი დასრულებული იქნება. თვითონ ცათამბჯენები 26-ის ბოლოს ვასრულებთ. ანუ ვადებში ძალიან კარგად მივდივართ. მესამე ფაზა ვადაზე ადრეც კი დასრულდა და დაიწყო ჩაბარებები. უბრალოდ თეთრი კარკასით იყო და შესაბამისად გააჩნია ხა რემონტს ვინ როდის გააკეთებს და როდის გადავა. თუმცა მესამე ფაზაში ბოლოს რაც დავამთავრეთ მესამე ფაზას მაგიტომ აღვნიშნავ უკვე ძირითადი ნაწილი შესახლებული არის და ანუ ჩათვალეთ რომ 8000 მაცხოვრებლიდან თითქმის 70% შესახლებული ან უკვე სახლდება და დანარჩენი შესახლდება ნელ-ნელა, როდესაც დასრულდება მშენებლობები. გამომდინარე აქედან, ნუ 8000-მდე მყიდველუნარიან მომხმარებელზე აქ საუბარი, ამას დაემატება კიდევ მცხოვრებთან ერთად უბრალოდ აქ მომუშავე ადამიანები ბიზნესებში, ანუ მომშავე ადამიანები და უფრო მეტი გამოდის რასაკვირველია და შესაბამისად მათ ნებისმიერი ტიპის მომსახურება დასჭირდებათ. ზუსტად ამიტომ ვთვლი, რომ ეს არის ძალიან ურისკო როგორც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ საკუთარი ბიზნესის სამართავად, ასევე გასაქირავებლად, საინვესტიციოდ. აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მაღალი მოთხოვნა ზუსტად ამ მასშტაბურობიდან და მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე და კომერციული ფართობის 85% გაყიდულია უკვე, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ვყიდით და მერე აქირავებენ ხოლმე ჩვენი მობინადრები. ჩვენც შეგვიძლია გავაქირავოთ რასაკვირველია, მაგრამ უფრო ყიდვაზეა მოთხოვნა ჩვენთან. მისი მრავალფუნქციონურობიდან გამომდინარე და მასშტაბურობიდან ისევე როგორც ბიზნესებისთვისაც საინტერესო იქნება და ცხადია მაცხოვრებლებისთვის და მობინადრეებისთვის ის სერვისი ასევე რასაც M კვადრატის თავაზობს მოვალ პატრონობის ნაწილში. ხო, იმდენი ინფრასტრუქტურა განვითარდება. იქ გამწვანებიდან დაწყებული, კი, ბატონო, ინფრასტრუქტურით დასრულებული ცხადია სჭირდება, ხო, ამ ყველაფრის შენარჩუნება. დიახ, M კვადრატის მოვალ პატრონობის სერვისი ნუ არსებობს ჩვენი დაარსებიდან და არის უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოში ცხოვრებას, რა თქმა უნდა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. ეს არის სერვისი, რომელიც ანუ ეს მოვალაპატრონება გულისხმობს დასუფთავებას საერთო სივრცეების, გამწვანების, ეზოსი და ასე შემდეგ, ასევე ტექნიკურ სერვისსაც გულისხმობს, რაც მის თავში მოიცავს თუნდაც ლიფტების, გენერატორების გამართულად ფუნქციონირებას და რაც მთავარია უსაფრთხოების შეგრძნებას. ნუ კამერებით იქნება ბუნებრივი აღჭურვილი, ეს
უბანი და შესაბამისად ის ჩვენი მომხმარებლებისთვის და მობინადრეებისთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომ უსაფრთხო გარემოში ეცხოვრათ და აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ შევახსენებ ჩვენს მაყურებლებს, რომ თუ ვინმე დაინტერესებულია კომერციული ფართის შეძენით, ხვალიდან 15%-მდე ფასდაკლებას ვთავაზობთ და თან რაც მთავარია შეგვიძლია ადგილზე დავნიშნოთ ვიზიტი, რომ უბანიც დავათვალიერებინოთ, იმიტომ რომ მართლა საინტერესო უბანია და ბუნებრივია შევარჩევინოთ მისთვის სასურველი კომერციული ფართი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ფანტასტიკური დიდი მადლობა. მადლობა. მარიტა კიკნაძე, ემ კვადრატის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. საქმიანი დილას სტუმარი.